2 ივლისი კიდევ ერთი მძიმე ღამე უკრაინისთვის. სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1590 დღეს პუტინის ტერორისტული რეჟიმის მთავარი სამიზნე ისევ უკრაინის დედაქალაქი იყო. ბოლო დროის ყველაზე მასირებული ერიშისას მოსკოვმა კიევის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის, შორი მოქმედების ფრთოსანი და ბალისტიკური, ასევე უახლესი ჰიპერპერითი რაკეტები გამოიყენა. რამდენიმე ტალღად გაუშვა 500-მდე უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის მოდიფიცირებული, უფრო რეაქტიული შაჰედები. სამიზნიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ უმეტესობა მოიგერია. ნადირობის ამსახველი კადრები თავად გაავრცელეს. მაგრამ სამწუხაროდ ყველას ჩამოგდება ვერ შეძლეს. რუსული რაკეტებისა და დრონების პირდაპირ დარტყმა კიევის სხვადასხვა რაიონში 33 ადგილზე განხორციელდა. პუტინის მკვლელმა არმიამ ჯოჯოხეთი ისევ მშვიდობიან მოსახლეობას მოუწყო. კამიკაძე დრონები აფეთქეს ერთ-ერთ მეტრო სადგურთან, სადაც იმ დროს უამრავი ადამიანი სწორედ რუსული რაკეტებისგან იცავდა თავს. რუსების თავდასხმას 30 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი ჯერ ისევ დაკარგულად ითვლება. სამედიცინო დახმარება კი ასეულობით ადამიანს დასჭირდა, მათ შორის ბავშვებს. მსხვერპლის უდიდესი ნაწილი კიევის დარნიცკის რაიონში დაფიქსირდა, სადაც რუსულმა რაკეტამ 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 6 სართული სრულად ჩამოანგრია. Баллистичный удар, там еще летели баллистичні ракети, крилаті ракети. Було дуже страшно, тобто тут часто, але цей раз було просто нереально, просто нереально. Боже мой, я не могу, я не знаю, что делать. Какой кошмар. Як вас? რუსულმა რაკეტებმა სერიოზულად დააზიანეს საცხოვრებელი სახლები შევჩენკოს, დესნიაკინის და ჰოლოსიევსკის რაიონებში. ბევრი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 2 ივლისს პუტინის მკვლელმა არმიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ რუსკი მირს მხოლოდ ნგრევა, სიკვდილი და რამდენიმე მეტრიანი ორმოები მოაქვს. Вирва, вона влучила між будинками. პუტინის ტერორისტული რეჟიმი კი რამდენიმე დღეა ცინიკურად იტყუება და ამტკიცებს, რომ კიევში და კიევის ოლქში სამხედრო მრეწველობის საწარმოებს დაარტყეს. თავის ხალხს ატყუებენ თითქოს იმ უკრაინული ფლამინგოების და დრონების წარმოება შეაფერხეს, რომლებიც ბოლო კვირებია პანიკაში აგდებთ. მაგრამ რომელი იყო სამხედრო მნიშვნელობის სამიზნე? პრემიუმ კლასის სასტუმრო კიევის ცენტრში? უნიკალური სამეცნიერო ინსტიტუტი, სადაც მნიშვნელოვანი კვლევები მიმდინარეობდა. მათ ყვარარუსებმა შესაძლოა სამხედრო მნიშვნელობის ობიექტად გამოაცხადონ ტექნიკის მაღაზიათა ქსელის ოფისი და საწყობი, ან ღვინის სადისტრიბუციო კომპანიის საცავი, რომლის ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი რამდენიმე წუთი ცდილობდა მანევრირებით ცეცხლმოკიდებული მისაბმელი მოეძრო. რიგითი რუსები მალე დაიწყებენ ნამდვილი ამბების კითხვას და ნახავენ, რომ კრემლის პროპაგანდა ტყუილებზე, ბუნკერის დიქტატორის ძალაუფლება კი მშვიდობიანი უკრაინელების ტერორზე დგას. 2 ივლისის ტერორისტული თავდასხმა, რომ უკრაინის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება, ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პუტინის საბოლოო დამარცხების გეგმა აქვთ. კუნძული მოსკოვი მხოლოდ ამას შეუძლია პუტინის შეაჩეროს. ზღაპრები, რომ მას უყვარს და სჭირდება ყირიმი ტყუილია, ისევ როგორც ის, რომ კარგად იცნობს ჩვენს აღმოსავლეთს. ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე მხოლოდ საკუთარი ოფიცრების ანგარიშებიდან იღებს. ის არ იცნობს ჩვენს ქვეყანას და იმ ქალაქებს და სოფლებს, რომლებიც დროებით აქვს ოკუპირებული. ის იქ ნამყოფი არ არის. პუტინი აგრძელებს ომს მხოლოდ იმის საჩვენებლად, თითქოს იმარჯვებს. მას დიდი გამარჯვების დემონსტრირება სჭირდება, მაგრამ ის ვერ გაიმარჯვებს. Перемоги немає. კიევზე
ტერორისტული თავდასხმის პასუხად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წერტილოვანი ერიში რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე მიიტანეს, სადაც ენერგეტიკული და სამრეწველო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. მედია საშუალებების ცნობით დარტყმის ძირითადი სამიზნეები იყო მიჩურინსკაიას თბოელექტროსადგური და ქვესადგური იუჟნაია. ორი ცენტრალური ენერგოობიექტის წყობრიდან გამოსვლის გამო ბელგოროდში სრულად გაითიშა ელექტროენერგია და წყალმომარაგება. შეწყდა მობილური კავშირი და ინტერნეტი. Баба. Нихуя, тревогу с телефона не слышно. Смотрю, пожар, блядь, больше нихуя не происходит. Бабах. გუშინისევ ცეცხლოვანი შოუთი გააღვიძეს უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგის მოსახლეობა. პუტინის მშობლიური ქალაქის პორტი ისევ უკრაინის შორს მოქმედი სანქციების ქვეშ მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით სერიოზულად დაზიანდა ნავთობის ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაწერა, პუტინის ომისთვის ისევ ფულს გამოიმუშავებდა. ასევე განმეორებით დაარტყეს კრონშტადტის სამხედრო ბაზას. პეტერბურგის ოპერაცია იმ 40 დღიანი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურს პუტინის იძულებისთვის მისცა. რათა კრემლის დიქტატორმა ომი შეწყვიტოს და მშვიდობა აირჩიოს. უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე სისტემურ დარტყმებს კონკრეტული მიზანი აქვს. ეს რუსეთს ართმევს ომის ფინანსების რესურსს, ართულებს საწვავის ლოჯისტიკას და ზრდის კრემლისთვის ომის ეკონომიკურ ღირებულებას, რაც უფრო დიდხანს აირჩევს რუსეთის ფედერაცია ესკალაციის გზას, მით უფრო ხელშესახები გახდება მისი სტრატეგიული ინფრასტრუქტურის შედეგები. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს დარტყმას ლეგიტიმურ სამხედრო და ეკონომიკურ სამიზნეებზე, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს. უკრაინის უპილოტო ძალების მეთაურმა კი თქვა, ის რისი აღიარებაც კრემლს და ბუნკერის დიქტატორს არ შეუძლია. ისინი სიტუაციას ვეღარ აკონტროლებენ. რა ვირთხულად გამოიყურება მათი ყველა ეს შურისძიების აქტი, თავისუფლების მოყვარე უკრაინელი ჩიტი სხვაგვარად მუშაობს ქირურგიულად ყველაზე მნიშვნელოვან მიზნებზე. დილის სილის გაწვამ ლენინგრადის მიწაზე კვლავ ნულზე გაამრავლა მათი ყოვლის შემძლე ეზო, რომელსაც ვოვას პირველად დარტყმა ასწავლა. ახლა შენ ზუსტად იცი, ბუნკერის ეს სულაც არ არის შურისძიება ან სამაგერო ბოლო 48 საათის განმავლობაში კიევის, დნიპროს, ზაპოროჟიეს, სუმის, ხერსონისა და სხვა ქალაქების საცხოვრებელ კვარტალებზე მიტანილი სარაკეტო დარტყმებისთვის. ამისთვის შენ მომავალშიც გადაიხდი ოკუპანტის ათასობით გვამით, ყოველდღიურად და რეგულარულად როგორც ეს ჩიტმა გასაზრდა. ხოლო ჭაობებში და ჩვენს ყირებში მიმდინარეობს გეგმაზომიერი, მათემატიკურად გათვლილი და უადო ოპერაცია ლოზუნგით ეზო სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს, იქამდე სანამ მოსკოვი არ დაეცემა. მოსკოვი ყირიმში დაეცემა. ამ დაპირების სისრულეში მოსაყვანად უკრაინელები აქტიურად მუშაობენ. უსაფრთხოების სამსახურმა მნიშვნელოვნად დააზიანა რუსეთის საჰაერო ბაზა ნახევარკუნძულზე. ამ კვირაში მეორედ მიიტანეს იერიშის საკის და გვარდიისკოეს აეროდრომებზე. საკის აეროდრომის ანგარში განადგურებულია სულ მცირე 7 სხვადასხვა ტიპის გამანადგურებელი და საფროტო ბომბდამშენი თვითმფრინავი. პუტინის ზარალი მრავალმილიონიანია. გვარდიისკოეს აეროდრომზე კი დაბომბეს ანგარი, სადაც რუსებს შაჰედის ტიპის დრონების საწყობი ჰქონდათ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით საკის და გვარდიისკოეს სამხედრო აეროდრომებიდან ფრინდებოდნენ ტაქტიკური თვითმფრინავები და ახორციელებდნენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე. მადიარის ჩიტებმა კი ყირიმში საბოლოოდ ჩამოწიეს ელექტროენერგიის ჩამრთველი, ეგრეთ წოდებული რუბილნიკი. დრონების წარმატებული გაფრენის შედეგად ნახევარკუნძულის თითქმის ყველა ელექტროსადგური ცეცხლის ალში გაეხვა და მუშაობაში აჩერა. უშუქობის, უწყლობის, უბენზინობის და ინტერნეტის არარსებობის გამო ყირიმს სულ უფრო მეტი რუსი ტოვებს. Обращаюсь к Москве и к Путину от лица людей из Крыма. მე მიმართავ მოსკოვს და პუტინს ყირიმის მოსახლეობის სახელით. თქვენ უსაფრთხოებასა და ნორმალურ ცხოვრებას გვპირდებოდით. რეალურად კი ცარიელი ავტოგასამართის სადგურები, შიში, შემოწმებები, რიგები და სრული გაურკვევლობა. ტელევიზორში ამბობენ, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ თუ ყირიმი გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობს, ესე იგი არანაირი კონტროლი აღარ არსებობს. ყირიმელებს ანგარიშები კი არა, პასუხები სურთ. რატომ მიგვატოვეს? Крымчане
россияне хотят не отчетов, а ответов. Почему нас бросили? როგორც ამბობენ, ყირიმში პუტინის ჩინოვნიკებიც პანიკაში არიან და გასაქცევად ემზადებიან. სამხედრო მოძრაობა ატეშის ინფორმაციით ქერჩისა და ფეოდოსიის საოკუპაციო ადმინისტრაციებმა ეგრეთ წოდებული ყირიმის ხელისუფლებისგან მიიღეს ბრძანება მნიშვნელოვანი დოკუმენტების და აღჭურვილობის სრულად ევაკუაციის შესახებ. როგორც გაირკვა ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, რეპრესიების მიუხედავად საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელიც უკრაინის დაზვერვასთან დღემდე თანამშრომლობს. Якщо брати останні пару років, ბოლო რამდენიმე წელს თუ ავიღებთ იმ რეპრესიების გამო, რაც ყირიმში მიმდინარეობს, არ მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც პროუკრაინული პოზიცია აქვს, არამედ ყველას მიმართ, ვინც ცოტათი მაინც აკრიტიკებს პუტინის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ახალი კავშირების დამყარება ობიექტურად რთული გახდა. თუმცა ყირიმში კვლავ რჩება უამრავი ადამიანი, რომლებიც დაკავშირებული არიან უკრაინის დაზვერვასთან და შესაბამისად, იქიდან ინფორმაციის მიღების პრობლემა არ არის. з окупованого Криму у української сторони ніяких проблем немає. ეს ყველაფერი არ არის გამოცემა ინსაიდერის ცნობით რუსეთმა ყირიმში უკრაინული დესანტის გადმოსხმისთვის მზადება დაიწყო. სამხედროებმა ჩაატარეს სპეციალური სწავლება ყირიმის გაღვიძება. ამავე წყაროს ცნობით სიმულაციური თამაშის დროს რუსებს გათვალისწინებული ჰქონდათ, რომ ეს არ იქნება დესანტის გადმოსხმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სცენარით, როცა შესაძლოა ყირიმის სანაპიროებს ათეულობით სამხედრო გემი მიადგეს. მათ იციან, რომ მსგავსი ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში უკრაინელები თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, რასთან გამკლავებაც დიდი ალბათობით გაუჭირდებათ. პუტინის სამხედრო ჩინოვნიკები, რომ შორეულ წარსულში არიან ჩარჩენილი, ადასტურებს ისიც, რომ სიმულაციური თამაშების დროსაც რუსები არა თანამედროვე, არამედ საკუთარი წინაპრების დროინდელი ყირიმის რუქით ხელმძღვანელობდნენ. ვიდრე რუსი ჩინოვნიკები ახალი უნარების ათვისებას ცდილობენ, უკრაინელები წარმატებით აგრძელებენ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს. კეთილმა დრონებმა სერიოზული ზიანი მიაყენეს კრასნოდარის ოლქში სლავიანსკ-ნაკუბანის ნავთობაზას. სწორედ აქედან მარაგდებოდა ანექსირებული ნახევარკუნძული. მადიარის ჩიტებმა წარმატებით გაისერნეს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტოვოშიც, სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სერიოზული დარტყმა მიაყენეს. გარდა ამისა, ადგილობრივი წყაროებისა და სპეცსამსახურების ინფორმაციით, იერიში განხორციელდა ახლოს მდებარე ნავთობის საქაჩ სადგურზეც. ახლა ლოგიკურად მივედით რეპორტაჟის ყველაზე საინტერესო ნაწილზე. რუსული დვიჟუხა აქტიურ ფაზაშია. ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები კოსმოსიდანაც კი ჩანს. ეს კადრები უკრაინის საზღვრიდან 5000 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ჩიტაშია გადაღებული. დროინდ გადაღებული კადრებით მასშტაბს ვერ აღიქვამთ აი სხვა მასალაც. რუსების შეზღუდულ სოციალურ ქსელებში თავად შევიან, რომ 20 ლიტრი ბენზინისთვის კილომეტრიან რიგებში უწევთ დგომა. Лукойл, стою в очереди уже сколько времени. Много. Сегодня днем. იქში ვდგავარ დიდი ხანია, დღესაც ვიდექი 1 საათი, მაგრამ შემდეგ ვითხრევს კვლავ უნდა დაგვეცადა. წავედი ბავშვები დავაბინავე და მოვედი ისევ. არ მეგონა ამას თუ მოვესწრებოდი. Да. Не думал, что доживу до этого. 3 часа ночи. Еду воровать бензин. Вот и рассвет. 4:15. Своровать бензин не получилось. Потому что еду по МКАДу уже час, проехала более 15 заправок. И знаете что? Правильно, ни на одной нет бензина, как минимум 95-го. Я уже даже готова и в очереди час стоять. Мне кажется, мы в какой-то апокалипсис, да, пришли? Я как бы не готова пересаживаться с машины сейчас на самокат, на велосипед, не знаю, на что сейчас пересаживаться. В Краснодаре, может, на коне еще пересаживаются, но это, конечно, вообще просто ситуация очень веселая, очень веселая. Интересно вообще, что будет дальше. საწვავის
პარიზისმა აპოლიტიკურ რუსებს უკვე ნერვები გაუფუჭა და სახე დააკარგვინა. კარგ ცხოვრებას მიჩვეულებს ისე არ უნდათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომა, რომ მზად არიან საწვავისთვის წესების გარეშე ფიზიკურად იბრძოლონ. Нихуя ебашут-то. Не последний бензин! Отпусти! Так, машину мою не подвиньте, пожалуйста, только. Успокойся! Мам! Успокойся! Ну что ты, это последний бензин! Слушайте, машина новая! Не надо с пистолетом возле моей машины так делать! მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ბენზინ გასამართსადგურებთან ხელისუფლებამ რიგის მომწესრიგებლად პოლიცია და სამხედროები დააყენა. რუსები კი ნელ-ნელა ხვდებიან, ვის უნდა მოსთხოვონ пасухи შექმნილი ვითარებისთვის. Повыбивали НПЗ. Дальше что у нас? Электроподстанции начнут отбивать. Охрененная жизнь. Спасибо одному чудику, блин. Я очень хочу, чтобы мое сообщение долетело до Путина. ძალიან მინდა რომ ჩემი შეტყობინება პუტინამდე მივიდეს. უნდა ვიცილო. ვლადიმერ ვლადიმერისძე რა ხდება ჩვენს რუსეთში? ჩვენს ყოვლის შემძლე ქვეყანაში. У нас სადაც რას გჭირდება ყველაფერი ბევრი გვაქვს, მაგრამ 3 დღეა ბენზინი ვერ ჩავასხი. ოდიში ცუდი სიტყვებისთვის, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. Владимир Владимирович, спасибо вам огромное. ვლადიმერ ვლადიმერიძე, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ხდება. სინამდვილეში ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ. არარეალური დვიჟუხაა. ყოველ დღე ისეთი რაღაცები ხდება, იქისთვის აქ დაკვამლიანებაა, ფასები ზრდება და цены взлетают, это так, это сяк. И каждый день мы ყოველდღე ჩვენ ვერ გებით ამ სიტუაციას. ჩვენ არ ვგზნობთ ცხოვრების გამოსწორებას, მაგრამ ვიცით რომ გადარჩენისთვის უნდა нам надо стараться, чтобы выживать. Вот. Но мы надеемся, что когда-нибудь მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რომ ოდესღაც კარგად ვიცხოვროთ, მაგრამ ალბათ ის მაშინ როცა თქვენ ტელევიზორში აღარ გაჩვენებენ. Да, уже по телевизору вашу голову не будут показывать. Когда отключили интернет, сказали, что нужно больше гулять по улице. Теперь у нас нет бензина. И нам снова приходится много гулять. Интересно, а зачем нам такие сильные ноги? К какому походу нас готовят? უნდა ვთქვა ისიც, რომ კილომეტრიანი რიგები ყველას ერთნაირად მძიმედ არ გადააქვს. ბენზინის ლოდინისას ზოგიერთი ცხოვრების პარტნიორს თუ არა, ჭიქის მიმჭახუნებელს მაინც პოულობს. უფრო ჭკვიანებმა კი ბიზნესიც დაიწყეს და რიგში ადგილებს ყიდიან. Продам место в очереди! Братуха! А ты какой? А? Какой? Третий в очереди. Да Сейчас ну нахуй. закроют заправку. И чё почем? Чё, почем 3? 3000? Ты что, серьезно? Берете, нет? რუსეთის მოსახლეობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმეა, ხელისუფლება კი პრობლემას არ აღიარებს. უფრო სწორად, იმ მასშტაბით არ აღიარებს, რაც არის. პუტინი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში საწვავი არის, მაგრამ მაინც გადაწყვიტა მცირე რაოდენობა ინდოეთიდან იყიდოს. ყაზახეთიდან კი ჰუმანიტარული დახმარების სახით 50,000 ტონას მიიღებს. ეს რუსეთისთვის ზღვაში წვეთია და არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მაინც ვერ მოხდება. Очередь на заправку. პუტინის რუსეთში ცხოვრება კიდევ უფრო გაძნელდება. უკრაინელების 40-დღიანი ოპერაცია ამის გარანტიას იძლევა. შეიარაღებული ძალები ბუნკერის დიქტატორს კიდევ ბევრ სიურპრიზს უმზადებენ. რამდენიმე დღის წინ აზოვის ბატალიონმაც დაანონსა ახალი ოპერაცია პეკლო, რომლის დეტალებსაც მალე გაგვაგებინებთ. Календарь закроет этот лист. К новым приключениям спешим, друзья. Эй, прибавь-ка ходу, машинист. Скатертью, скатертью дальний путь стелится и упирается прямо в небосклон. Каждому, каждому в лучшее верится. Катится, катится голубой вагон. Лена, я с тобой поеду. Спасибо, Чебурашка.